ეს არის აბსოლუტურად უკანონოდ დაპატიმრებული, უკანონოდ ზის დღეს ციხეში. ეს არის ისეთი დიდი უსამართლობა, რომლის მსგავსი მე მგონია რომ ჯერ არ გქონიათ საქართველოში. მაშინ როდესაც უამრავმა ძალოვანმა, რომელმაც სახე გაუერთიანა ახალგაზრდებს, არც ერთი არათუ დაპატიმრებული, არც კი ვიცით ისინი ვინ არიან. და ერთმა ქალმა, რომელიც შეურაცხყოფაზე პასუხად, რომელმაც შეურაცხყოფაზე პასუხად ხელი სახეში გაარტყა ლოყაზე პოლიციელს, მას ემუქრება 4-დან 9 წლამდე. აი ესეთი ამის მსგავსი უსამართლობა მე არ მინახავს. ამიტომაც ვარ დღეს აქ და ამიტომაც არის დღეს აქ უამრავი ადამიანი და გვერდში ვედგებით მზიას ბოლომდე. თუ ვინმე განასახიერებს ამ ქვეყანას, თუნდაც იმ კუთხით რომ არ ვიცით როგორ არის ეს ქვეყანა ჯერ კიდე, რაც არ უნდა იმედიანები თუ იმედები ვიყოთ, ეს არის მზია ამაღლობელი. თავისი საქმით რაც საკეთებდა და რაც ეხლა თავის თავზე აიღო. საქართველო არის მზია ამაღლობელი დღეს. და რა თქმა უნდა ის 52 პატიმარი პირველ რიგში და რა თქმა უნდა ყველა ამ ქვეყნის შვილები, ამ ქვეყნის ადამიანები. დღეს არის მზია ამაღლობელი ეს ქვეყანა. მისთვის თუ არ ვიბრძოლეთ, აღარ გვექნება ქვეყანა. და თავადაც იბრძვის ჩვენთვის და არა თავისი რაღაცა თუნდაც შემსუბუქებისთვის საშელის უკანონო და უსამართლო და როგორი სიმბოლური ღმერთო ჩემო რომ ასეთი ამაგდარი როგორი საბჭოთა სიტყვა იყო და პირველად გამახსენდა ალბათ 30 წლის შემდეგ. მართლა ამაგდარი ქართული სიტყვა ადამიანი. და მეორე მხარეს ვიღაც არარაობა ნაძირალა ვიღაც დგებუანზე დიდება მზიას თავისუფლება კი არა დიდება მზია ამაღლებს დიდება საქართველოს